კლავჭიდი თემა, რომელიც მაინც და მაინც ესე ყოველდღიურად შესაძლოა არ შუქთებოდეს, თუმცა არიან სპორტსმენები, სპორტის ამ მსახიობაში ახალგაზრდა სპორტსმენები, რომლებიც წარმატებას აღწევენ. ერთ-ერთი არის 18 წლის ნიკა ჩომახაშვილი, რომელიც უკვე ორგზის მსოფლიო ევროპის ჩემპიონია, ენა მიყილა იმედია, ორგზის საქართველოს ჩემპიონია და სულ ახლა მომავალში ელის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა და უფრო მეც თავად მოგვიყვება ნიკა ჩომახაშვილია. ჩვენი სტუმარი ნიკა დილომშვიდობისა, მადლობა რომ მოხვედი, გამონახე დრო, იმიტომ რომ აქტიური მზადების ფაზაში ხარ და კიდევ ერთხელ გამარტავ ჩვენი რუბრიკის შინაარსი, ბუნებრივია რომ ჩვენ ვეხმაურებით ყველა მნიშვნელოვან თემას, აგერ იმ დღეს ორი დღის წინ ილია თოფურიაზე ვისაუბრეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე ვისაუბრეთ და ყველა ცხელ და მნიშვნელოვან თემას ვეხმაურებით, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ახალგაზრდები, შენაერი ახალგაზრდები, რომლებიც შესაძლოა ფართო ასპარეზზე ესე მაყურებლისთვის ცნობილები არ არიან, წარუდგინოთ, გავაცნოთ და მათზე ბევრი ვილაპარაკოთ და სწორედ ამიტომ მიხარია რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ ნიკა ჩომახაშვილი კიდევ ერთხელ ვიტყვი კლავჭიდელი. ნიკა, მოდი დავიწყოთ მაშინ როგორ დაიწყე კლავჭიდში ესე ასპარეზობა კი არა და კლავჭიდზე როგორ მიხვედი, როგორ დაიწყო შენთან კლავჭიდის მეგობრობა, ამით დავიწყოთ და მე უკვე საერთაშორისო თუ შიდა ლოკალურ ასპარეზობებზე ვისაუბროთ, რომლებზეც სალაპარაკო ბევრი გაქვს, ვიცი, იმიტომ რომ წარმატებას არაერთხელ მიგიღწევია წარმატებისთვის. დავიწყოთ. კლავჭიდი ჩემი თავში არავის არ დაუძალებია ჩემთვის, ან შემიყვარდა ეს სპორტი. სოფელში რო ჩავდიოდით, ხოლმე დარბაზია სოფელში, სადაც მივდიოდი და იქ ტრენერები რო იყვნენ, მითხრეს რომ კარგი მონაცემები მქონდა და მითხრეს რომ უნდა გამეგზელებინა ეს სპორტი. კაი, სანამ გააგზავნეთ, მანამ ჩაეკითხები. კარგი მონაცემები არაზე შეგატყოს რომ კლავჭიდის ანუ ხელის მტევანზე რა. ანუ კარგი ფორმები მქონდა და მაგიტომ მითხრეს რომ მონაცემები გაქვს. და დაუჯერე, კარგი ქენო დაუჯერე და დაიწყე ვარჯიში, ხო? კი, თბილისში ავიყვანე ტრენერი ზურა ირემაშვილი, აი უკარგესი ადამიანი, ხო და 5 წლის განმავლობაში აქტიურად ვარჯიშობ ამ სპორტს. ხარ 18 წლის, ანუ 13 წლიდან ჩაერთე აქტიურად კლავჭიდში. შიდა წარმატებებიც ქონია, მოდი ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, 13 წლის ხარ, იწყებ კლავჭიდზე სიარულს და ამ 5 წლის განმავლობაში, ამ 5 წლის შუალედში გაქვს პატარ-პატარა, ჯერ პატარ-პატარა თავიდან სამოყვარულო შეჯიბრებებზე გავდიოდი და მე უკვე ასაკით რომ მომემატა საქართველოს ჩემპიონატზე გავდიოდი პირველად 2 წელში საქართველოზე მეორე ადგილი ავიღე. ეს არის 18 წლამდელებს საუბარი, ხო? კი. არის ასაკობრივი კატეგორიები. კი, ბატონო, 18 წლამდელებში ორჯერ. შემდეგ ამ საქართველოს მერე უკვე გავხდი საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი. დედა, რა შეიძლება თვალია. ეს ყველაფერი 18 წლამდელებში ხდება. მაინტერესებს აი ამ ასაკობრივ კატეგორიებში, მაგალითად ჩართულობა როგორი არის სხვა სპორტსმენების, ანუ რაოდენობრივად რამდენი სპორტსმენია, როგორი პოპულარობით სარგებლობს შენ ასაკში, ან თუნდაც იმ ასაკში, როცა შენ დაიწყე კლავჭიდზე სიარული, ამ 13 წლიდან, აი ამ პერიოდში, როგორი პოპულარობით სარგებლობს დღეს კლავჭიდი საქართველოში, იმიტომ რომ ახსენე რომ ორგზის საქართველოს ჩემპიონი ხარ, სანამ საერთაშორისო ასპარეზზე გავალთ. რამდენი სპორტსმენი მონაწილეობს საშუალოდ საქართველოს ჩემპიონატში და ეს როგორ ხდება პროცედურულად ეს ამბები აუხსნათ? საქართველოზე 2026 წელს იყო 300-მდე სპორტსმენი. ხოლო ჩემ კატეგორიაში 15 სპორტსმენი ვიყავით. რომელი კატეგორიაში? 23 წლამდე 80 კილოში. 23 წლამდე 80 კილოში. ანუ ბოლო ასპარეზობა უკვე სხვა კატეგორიაში ასპარეზში 23. მანამდე იყო 18 წლამდელი, მე 23 წლამდელები. ხო, ეხლა 23 წლამდელებში მაქვს ვარ 23 წლამდე 80. აჰა, გასაგები. ხო, 300 არ არის ცოტა, საკმაოდ დიდი რაოდენობა. ამ სოფლიოში პირველი გუნდი ვართ კლავჭიდში. ხო. ანუ სოფლიოზე და ევროპის ჩემპიონატზე რომ მივდივართ, გუნდურში ყველა კატეგორიაში პარა იქნება თუ ჯამთელები, ყველა კატეგორიაში ვიყავთ პირველ ადგილს გუნდურში. და რაოდენობითაც ყველაზე მეტნი გამოვდივართ ჩვენ მშვენიერი. კაი, საქართველოს
შიდა ასპარეზობა გავიგეთ, დაახლოებით კიდე გავაგზავნეთ ამ საუბარს, თუმცა მოდი საერთაშორისო ასპარეზი მაინც უყვარს მაყურებელს, როცა საერთაშორისო ასპარეზზე ვსაუბრობთ ხოლმე და საქართველოს დროშა და ჰიმნი გაგვაქვს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ბუნებრივია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ახსენე შენ რომ ორგზის ევროპის ჩემპიონი ხარ და ერთგზის მსოფლიო ჩემპიონი ხარ. მოყვეთ ამაზე, როგორ დაიწყო შენი და ევროპული ცხოვრება, მოკლედ ევროპული წარმატება. 2025 წელს როცა გავხდი საქართველოს ჩემპიონი, ორ თვეში მქონდა ევროპის ჩემპიონატი რუმინეთში. ანუ ეს საქართველოს ჩემპიონობამ მოგიტანა ადგილი ევროპის ჩემპიონატზე? კი. ანუ საქართველოს რო იგებ, მიდიხარ ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის ჩემპიონატს რო იგებ, ავტომატურად მე მიყავ მსოფლიო ჩემპიონატის ფედერაციას. ანუ 2025 წელს რო გახდი საქართველოს ჩემპიონი, წახვედი ევროპის ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატზე კონკურენცია, სხვა ქვეყნის მონაწილეები, აი ამაზეც რო თქვა. ევროპის ჩემპიონატზე ძალიან, ანუ ჩემ კატეგორიაში 18 წლამდე ძალიან მარტივად მოვიგე რა. ანუ კონკურენცია თქვათ არ მქონია რა. ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე იყო საკმაოდ დიდი კონკურენცია, იმიტომ რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იყვნენ სპორტსმენები. აი რომელი ქვეყნები არის ის, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს ამბიცია იმის, რომ იყოს საუკეთესო? ყაზახეთი, თურქეთი და ჩვენ საქართველო. ნუ საქართველო ბუნებრივია. ჩვენ ვიცით რომ ეხა კატეგორიაში სადაც ლევონ საგინაშვილი ასპარეზობს, ხო და არის დიდი ეგ უკვე სხვა ლეველი. ეგ სხვა კი ნამდვილად სხვა ლეველი, ეგ კანადელი და ყაზახებიც არიან, ლარატი თუნდაც ამერიკელები და ასე შემდეგ. ანუ ეს ჩრდილოამერიკელები იქნებიან თუ აი ის იმ ქვეყნის წარმომადგენლები, ამერიკის, კანადის, ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლები, აი როგორები არიან ასაკობრივებში? რავი, ბევრი სპორტსმენი არ ყავთ სიმართლე რომ გითხრა, მსოფლიო ჩემპიონატზე, ანუ არც კანადელი მყოლია ზონაში, არც ამერიკელი რა. ანუ ბევრი სპორტსმენი არ ყავთ. კი ბატონო. და გახდი მოკლედ მსოფლიო ჩემპიონი 18 წლამდელებში. ეხლა ემზადები მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართება, მოდი ამაზე ვთქვათ. ინდოეთში გაიმართება ოქტომბრის ბოლოს. რავი, ეხა ძალიან კარგად და მაგრად მომზადები ამ შეჯიბრისთვის და ყველაფერს ჩავდებ იმისთვის, რომ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი. და ხარ მოკლედ უკვე კატეგორიაში პირველად იღებ ამ კატეგორიაში მონაწილეობას, ხო 23 წლამდელებში 80 კილოგრამის კატეგორიაში და მზადების პროცესი დაწყებული გახდა. მოდი აი ამაზე მოგვიყევი, როგორ იწყებ მზადების პროცესი, რა ეტაპებს გადიხარ იმისთვის, რომ უკვე მზად შეხვდე დიდ ტურნირში? არის ბევრი ტრავმა, აი მაგალითად იდაღში, მხარში, მაგრამ მაგის მიუხედავად მაინც ვემზადები და დანამატებთან ერთად ვემზადები ხოლმე. დაახლოებით 3 თვე მჭირდება ხოლმე, რომ ანუ ჩემი ფორმის პიკს მივაღწიო ხოლმე და ჩემი თავის მაქსიმუმი წარმოვადგინო შეჯიბრს. ტრავმა ახსენე შენ და აი ტრავმიანობის ამბავში. ძალიან ტრავმული სპორტია რა. ხო, ნუ სახსრის ამბავში კი. ანუ ეხლა გაქვს რამე დაზიანება ისეთ რომელიც პრინციპში სულფასონად მზადებაში ხელს გიშლის. მქონდა ხელს მიშლიდა. ხარზე მქონდა ტრავმა რა და ეხლა ვიმკურნალე და ანუ არაფერი აღარ მაწყობს რა. ამჯერად. საინტერესო ტექნიკები. ანუ ხელის გადაწევის ტექნიკები ხარ დავიწვა ეთერში მოდი ხელი გადავწვით და რაღაც ვიცი ახლა ხო იცი ტექნიკები როგორ ვლინდე ასგულისხმობ ხა ხო აი მაგალითად აი მაჯის რაღაცა ტექნიკები რომელიც აკრძალულია პირობითად რაც ჩვენ სამოყვავილო დონეზე შეიძლება მოგწონდეს და გვსიამოვნებდეს და რაღაცა ვერთობოდეს თუმცა პროფესიონალურ დონეზე ამას უკვე რაღაცა სხვა ესენი აქვს შეზღუდვები აქვს ხო ბუნებრივია რომ რაღაცა ხელის ჩატეხვა და ის არ შეიძლება როგორ ხდება ეს ამბავი უკვე პროფესიონალურ დონეზე ეს რომ აგვიხსნა კარგად პროფესიონალურ დონეზე ანუ დგები მაგიდასთან ჩვეულებრივ გასწორებს მსაჯი ხელს მოკიდებ ან ხელი უნდა გქონდეს სწორად რა ამ პოზიციიდან დაიწყებ მოძრაობას არის ან ბევრი ტექნიკა არის მაგრამ ძირითადად ან ზევიდან ვიყენებთ ხოლმე შიგნიდან და
ესეც შეგიძლია რომ გამოიყენო რა. უბრალოდ გადაწევის დროს რომ ხარიშია ხო, ეგ ფოლს გაძლევენ და არ შეიძლება. ხო, ტანის ტორსის მოძრაობაც არის აკრძალული, ხო, რა დაკვიც თუ აგეწია შემთხვევით და ეგეც ფოლი არის. შენი მიზანი რა არის საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ახლა 18 წლის ხარ, მთელი კარიერა ბუნებრივია რომ წინ გაქვს მთელი ეს რაღაცა ჯერ სწავლობ, მოდი დავარქოთ, ჯერ კიდე სწავლის და გარკვევის პროცესში ხარ, ხო? ბოლომდე მივიხილავ იმისა, რომ ორგზის ევროპის ჩემპიონი ხარ, ერგზის მსოფლიო ჩემპიონი ხარ და ახლა დიდი იმედი გვაქვს და წარმატებას გისურვებ, ბუნებრივია რომ მსოფლიო ჩემპიონატს მეორედ მოიგებ უკვე სხვა კატეგორიაში. თუმცა 18 წელი ეს ის ასაკია, როცა ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე არც ფიქრობ დარწმუნებული ვარ შენ ისე რომ ბოლომდე შემდგარი სპორტსმენი ხარ, ხო? ეს არის საწყისი იმის, რომ რაღაცა დიდი კარიერა დაიწყოს იმ წარმატებები და გაუგნე, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. საბოლოო ჯამში, აი სადამდე გინდა რომ მიხვიდე და რა არის შენი მთავარი мотиваცია? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქედანო იცოდე საბოლოო ჯამში მიზანი სადამდე მიდიხარ. აი ამაზე მოყვეთ და მე სეზონის გეგმებიც ჩამოყაროთ და ამასობაში საერთოდ დროს კი ამოგვიწურება. მოდი დავიწყოთ აი მიზანი, სად გინდა რომ მიხვიდე საბოლოოდ ბოლოს? მიზანი მაქვს რომ ლევან საგინაშვილი სადაც ასპარეზობს ახლა რა. მიზანი ფანტასტიკური. აი მან მაგ ორგანიზაციაში მინდა რომ მოხვდე და სანამ მაგ ორგანიზაციაში მოხვდები, მინდა რომ მინიმუმ 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი მაინც გავხდე. დაიმახსოვრეთ ნიკა ჩომახაშვილი, აი ეს სიტყვები აუცილებლად, იმიტომ რომ დიდი იმედი გვაქვს რომ აი მიზანს რომ მიაღწევ, ეს გადაცემა იქნება თან პირველად ხარ, ხო? მსგავსი ფორმატის გადაცემაში პირველად არის და მიხარია რომ ჩემთან ხარ სტუმრად და წარმატებას გისურვებ და სანამ დავასრულებდეთ, რაღაც ამბობდე. არაფერს. კი ბატონო, გეგმები. ვიცით რომ მზადება მიდის ოქტომბრის ინდოეთში გაიმართება, მოდი ახსენე, ინდოეთში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი, თუმცა წლის განმავლობაში რაღაცა გაწერილი გრაფიკები და გეგმები არსებობს, ხო? ინდოეთამდე თუ არის რამე აი რაღაცა. ყოველ წელს ტარდება საქართველოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი. ეს ერთი პერიოდში არის მაგალითად პირობითად გაზაფხულზე თუ სხვა ცოცავია ესე რომ. არა, ყოველ წელიწადს ერთ დროს ტარდება ხოლმე. ანუ ოქტომბრამდე რამე ტურნირი გააქვს? არა. არაფერი. კონცენტრირებული ხარ მსოფლიო ჩემპიონი. კი არის რაღაც სამოყვარული შეჯიბრებები, მაგრამ ანუ კონცენტრირებული ვარ მსოფლიო ჩემპიონატში. კი ბატონო. მსოფლიო ჩემპიონატის მერე რა ხდება? მსოფლიო ჩემპიონატის მერე უკვე უფრო მაგარ მზადებას ვიწყებ და ვაგრძელებ ამ საქართველოს და ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობის გაგრძელებას. აჰა, მოკლედ ყველაფერი გაწერილი გაქვს, რომ რა როგორ ნაბიჯ მიყვები. კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ წარმატებას გისურვებ, ის მიზანი, რომელსაც შენ დაისახე ხა თქვი, რომ გინდა რომ ლევან საგინაშვილის მასში რა ქვია კატეგორიაში იასპარეზო, ამაში რა თქმა უნდა ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანია და ამაშიც წარმატებას გისურვებ და მინდა რომ კიდე არაერთხელ ვისაუბრო ჩვენ ამ თემაზე, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მეორეჯერაც მოიგებ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ და მეხუთეჯერაც რაც დასახული გაქვს მიზნად. ნიკა, წარმატებას გისურვებ. ნიკა ჩომახაშვილი 18 წლის მკლავჭიდელი დაიმახსოვრეთ, მეგობრებო, პირველად იყო მსგავსი ფორმატის გადაცემაში და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნიკასნაირი სპორტსმენები წავუწიოთ, ვაჩვენოთ, მათზე ვისაუბროთ და გზა გაუხსნათ, მოკლედ ახალგაზრდებს. წარმატებას გისურვებ, მადლობა კიდევ ერთხელ, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. თუმცა სანამ დავასრულებდე და გადავიდოდე პრესის მემოხილვაზე ბუნებრივია რომ ყველას გვაინტერესებს და ღამეებს ვათენებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის და გეტყვით რომ მსოფლიო ჩემპიონატი რამდენიმე წუთის წინ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი წრე ჯგუფური ეტაპის პირველი წრე დასრულდა კოლუმბიისა და უზბეკეთის დაპირისპირებით და კოლუმბიამ 3-1 მოუგო უზბეკეთს და ამით დამთავრდა ჯგუფური ეტაპის პირველი წრე და დღეს აღამოდან უკვე დაიწყება მეორე წრე და გახსნის მეორე წრეს ბუნებრივია ძალიან საინტერესო მატჩებით და ეს მატჩები იქნება საღამოს 8 საათზე დაიწყება ჩეხეთის სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება, ხოლო 11 საათზე შვეიცარია, ბოსნია, ასე რომ ახალ ეტაპზე გადადის მსოფლიო მუნდიალი ახალ ეტაპზე გადადის ჯგუფური ეტაპის მეორე წრე იწყება და გისურვებთ რომ სიამოვნება მიიღოთ ფეხბურთით და მსოფლიო ჩემპიონატით.